ჩვენი სასახლის ისტორია იწყება 1802 წელს, მაშინ როდესაც მეფის რუსეთის ინიციატივით გადაწყდა, რომ აქ ამ ტერიტორიაზე აშენებულიყო შენობა პირველი მთავარმართებლისთვის. მთავარი მიზანი ის იყო, რომ აქ თბილისი მაშინ იყო ამიერკავკასიის ცენტრი და შესაბამისად ალბათ საჭირო იყო მისი გავლენა რო გაევრცელებინა მთელ ამიერკავკასიაზე, წარმომადგენელიც სადმე ყოლოდა. შესაბამისად, იმიტომ აშენდა აქ შენობა, როგორც გითხარით და ეს იყო პირველი მეფის ნაცვალი კნორინგი. შენობა იყო ხის, მცირე, ქალაქის გალავნის გარეთ მდებარე ტერიტორია იყო ეს ტერიტორია და შენობა რამოდენიმეჯერ შეიცვალა, დაინგრა და კაპიტალური სახე, ასეთი იერსახე, როგორიც ახლა არის, მიიღო 1856 წელს. როდესაც გაჩნდა იდეა, რომ ამ შენობაში გაეკეთებინათ მუზეუმი, ეს იყო 2017 წელს, გარდა იმ ისტორიული ოთახებისა, რომელიც ჩვენ სასახლეშია, დანარჩენ სივრცეებში განთავსდა თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც გარკვეულწილად კავშირში არიან ჩვენ შენობასთან, იმიტომ რომ უმრავლესი მათგანი დადიოდა სხვადასხვა წრეებში და თითოეული ნამუშევარი სრულიად უსასყიდლოდ არის გადმოცემული მუზეუმისთვის ამ მხატვრების მიერ და დაახლოებით 250 ნამუშევარი გვაქვს ჩვენ, არა მარტო ნახატები, ასევე ქანდაკებებიც არის სასახლეში. ეს არის ჩვენი მუზეუმის ერთ-ერთი სივრცე, სადაც წარმოდგენილია ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, მათ შორის ყველაზე უახლოესი ნამუშევარი არის ბატონი ნიკო კუხალაშვილის ჩვენი სასახლე, რომელიც მან დახატა რამოდენიმე თვის წინ დაგვისახსოვრა ჩვენ სასახლეს და ყველაზე ძველი არის ბატონი თენგიზ მირზაშვილის ნახატი, რომელიც თარიღდება 1961 წლით. რაც შეეხება ამ სივრცეს, ამ სივრცეშიც წარმოდგენილია ბევრი ცნობილი ქართველი მხატვრის მიერ დახატული ნამუშევარი, მათ შორის ცნობილი ჩვენი სასიქადულო მსახიობის ბატონი ჟანრი ლოლაშვილის, ბატონი გია გუგუშვილის ნამუშევარი გვაქვს, როგორც გითხარით, ქალბატონი თინათინ ფეტვიაშვილის ნამუშევარიც გვაქვს. ასევე გვაქვს საჭადრაკო დაფა, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. 1975 წელს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ქალთა შორის ჭადრაკში, ფინალში გავიდა ორი ქართველი ქალბატონი, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი და ქალბატონი ნანა ალექსანდრია. ფინალური მატჩი მოიგო ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა, მაგრამ ქალბატონმა ნანა ალექსანდრიამ, რომელიც ჩვენთან სასახლეში ჭადრაკის კლუბის ხელმძღვანელია, ვაჩუქა ეს მაგიდა, სადაც ჩატარდა ეს ფინალური მატჩი. შესაბამისად, საკმაოდ დიდი ინტერესი წევს ბავშვებში ეს ფაქტი. ბატონი ვახტანგ ქარცელაძე, რომელიც არის სასახლეში დღიდან დაარსებისა ჭადრაკის კლუბის დამფუძნებელი, მისი 100 წლის იუბილე, როდესაც ჩატარდა, მის ამ თარიღთან და თარიღის აღსანიშნავად არის ზუსტად ეს მემორიალური მინი საჭადრაკო დაფა გაკეთებული და ეს არის ის პიროვნება, რომელიც ყველა ჩვენი სასიქადულო, ყველასი თუ არა უმრავლესი აღმზრდელია. ასევე გვაქვს თოჯინები, რომლებიც თითოეული მათგანი ხელნაკეთია, თოჯინებიც ასევე ძალიან დიდ აღფრთოვანებას უწევს ბავშვებში, როდესაც მოდიან. არქეოლოგიური და გეოლოგიური ექსპედიციების შედეგად, როდესაც ბავშვები ცნობილ არქეოლოგებს და გეოლოგებს თურმე ადრე დაყვებოდნენ სხვადასხვა ექსპედიციებში. და ამ ექსპედიციების ფარგლებში, რაც ძვირფას მინერალს იპოვიდნენ, რამე არქეოლოგიური გათხრების შედეგად სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელი, საბრძოლო იარაღი, ყველა ბავშვს მერე აქ მოქონდათ სასახლეში და შესაბამისად მერე იმხელა კოლექცია დაგროვდა, რომ ერთ-ერთ სივრცეში ესეცა გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი.
მუზეუმი ღია ყოველ დღე, გარდა ორშაბათისა, ორშაბათი დასვენების დღეა. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ სკოლებთან, ძალიან ბევრი სკოლა მოდის, ბავშვები ეცნობიან სასახლის ისტორიას, გარდა იმისა, რომ სასახლის ისტორიას უყვებით. ყველაზე მთავარი და ღირებული ჩვენთვის, ქართველებისთვის აღსანიშნავია ეს ფაქტი, რომ აქ ამავე შენობაში 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მოხდა. ასე რომ მუზეუმის კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებისთვის.